საღამი მეგობრებო, დღეს არის 9 აგვისტო, გუშინ ჩამოვედით სალონიკში. გუშინ დაიწყო ჩვენი მოგზაურობა, იყო ჩემი დაბადების დღეც, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ფრენა გადაიდო და ძალიან გრძელი და დამღლელი მგზავრობა გამოვიდა, ვიდეოები ვეღარ გადავიღე. საღამოთი გვიან ჩამოვედით, ცოტა აღვნიშნეთ აქ და დავისვენეთ ეგრევე, დავიძინეთ, რომ დღეს უფრო ეს ენერგიულად ყოფილიყავით. დღეს ვაპირებთ, რომ უფრო ისეთი მსუბუქი დღე გქონდეს, საყიდლებზე წავალთ, რაღაცებს ვიყიდით და მცირე კადრებს ჩავსვავ და გაჩვენებთ. გამოვედით სახლიდან, მივდივართ ჯამბოში საყიდლებზე. უკვე 2 ცივი ესპრესოს დალევა მოვასწარით დილიდან. ანუ ენერგიები მოვიკრიბეთ მთლიანად, გამოძინებულები ვართ. ვივაჭრებთ, კადრებს დაგათვალიერებინებთ მაღაზიიდანაც და მერე ალბათ მითოცას დაგათვალიერებინებთ რა ვიყიდით. მოვედით ჯამბოში და დაიწყო ის, რაც ყველაზე მეტად მიყვარს. არჩევანის მრავალფეროვნება და შედარებით იაფი ფასებიც. ეს ჯობია. ხუი. აბა მომაწოდე იქ. აი თქვენც რომ დაინახოთ სხვა არის ესეთი ლამაზი საფერმო გარემო არის სალონიკში. ჯერ არ გაგუშენია სამწუხაროდ სანაპიროზე ვერ მოვახერხეთ, იმიტომ რომ დაკავებულები ვიყავით საყიდლებით და მოვუსწარით ესეთ მზის ჩასვლას. რითიც ძალიან კმაყოფილი ვარ. ძალიან ლამაზია რა.
კი, ძალიან. კამერაშიც კი ძალიან ლამაზია და რეალურად ხო. რეალურად ბევრად ლამაზია კიდე. წავიდეთ ახლა სუსის საჭმელად. ეხლა ვიყავით გიროებზე, არისტოტელეს მოედანზე, გირადიკოში. ეხლა ახალ გაკეთებულ მეტროში ჩავალთ, რომელიც ჯერ არ გვინახავს და დაგათვალიერებინებთ. გირომდე ვიყავით, სუში მივირთვით. მე ჩემთვის სუშიც საკმარისი იყო, ამიტომ გირო აღარ ვჭამე. ვჭამე ყაბაყის ჩიფსები, ესე რომ ვთქვათ, ხო, ყაბაყის ჩიფსები, მაგრამ ძალიან ცხიმიანი იყო და დიდად არ მესიამოვნო, თორე ისე გემო ძალიან კარგი ჰქონდა. თემ როგორი კმაყოფილი ხარ გიროთ? მე ძალიან მომეწონა გირო. ქათმის გიროს ვაპირებდით რომ მიგვერთმია, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ქათამი არ ჰქონდათ. ამიტომ მივირთვით ორის ხორცის გირო. ძალიან მომეწონა, გუშინდელს აჯობა, გადაუჯოკრა და ნახოთ ჯერ კიდე რამდენიმე დღე აქ ვართ და შეიძლება სხვა დაწინაურდეს. საქმის კურსში გამყოფებთ თავის ხალხი. ჩავიდეთ ახლა, ნახოთ მეტრო. ხო, ახლა ჩავდივართ, უნდა ნახოთ მეტრო, რომელიც გაიხსნა შარშან. მგონი არა, მგონი რამდენიმე თვეა. ზუსტად არ მახსოვს იმას ეკითხა. ხო, ნახოთ რა მოკლედ და გაგიზიარებთ ემოციებს. ეს არის ის სივრცე, რომელიც მუზეუმივით აქვს მოწყობილი და არის რაღაც არქეოლოგიური ნამარხი. აი ქვედა სართულზე კიდევ ესეთი. ეს როგორც გითხარით, უშუალოდ მეტროს მშენებლობის მომენტში აღმოაჩინეს, რომ აქ იყო რაღაც ნამარხები და ანუ როგორც აქ გითხულობთ, ეს არის თვითონ თესალონიკის ქალაქის მე-6 საუკუნის ნანგრევები, ანუ ძალიან ძველი არის შუა საუკუნეების ქალაქის ნანგრევებია და როგორც ჩანს შეინახეს ისე როგორც იყო შემორჩენილი, მეტროს გაყვანის პროცესში აღმოუჩენია თვითონაც და აქცია ეს ასე ვთქვათ არქეოლოგიურ ექსპონატად. და ძალიან დასაფასებელი ამბავი არა. შეიძლება და რომ მაგალითად მოეხსნათ ეს ყველაფერი და წაიღოთ და მუზეუმში გადაეტანათ ცალკე, მაგრამ ძალიან ორიგინალურად გააკეთეს, რომ თანამედროვე მეტროს კონცეფციაში ჩააქცევას ესე ორგანულად. მოსაწონი და მისასალმებელი ამბავი არა. შეიძლება მეტროთი მგზავრობა საერთოდ არ გჭირდებოდეს და იმიტომ ჩამოხვიდე, რომ ეს ნახო. ხო, ტურისტებისთვის ძალიან მიმზიდველი ამბავი. და გასათვალისწინებელია ისიც, რომ მეტროთი მგზავრობა 60 ცენტი ღირს, რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს. Στο σταθμό Αγία Σοφία. Οι θύρες ανοίγουν από αριστερά.
ესე იგი ექსპონატები, რომლებიც აღმოაჩინეს ამ მეტროს გაყვანის დროს, შეფუთულია ერთ ვიტრინაში და წარმოდგენილია აი აქ ესეთი ლამაზი სახით, რომ ჯერ ანუ რომც არ იყოს არქეოლოგიური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი, იმდენად მომხიბვლელია თვალისთვის, რომ რამოდი ხარეს გავდივართ და პირდაპირ ამას ვუყურებთ და ძალიან კარგი მოფიქრება ესეც რა. აქვთ კულტურა და იციან როგორ უნდა წარმოაჩინონ და როგორ უნდა გაყიდონ რა. კი, ძალიან ლამაზია ვიზუალური ეფექტია, ძალიან ისეთი შთამბეჭდავი რომ მოდიხარ. თავისით გიხედება აქეთ ხო? ხო და თან ძალიან პრიალებს და ბზინვარებს და ხო რა.